აქ შემოწ უკვე საკითხი იმისა, რამდენად აწყობს ამერიკას ეს კონფლიქტი მალე დასრულდეს, აი ამ პერსპექტივაში, ასე ვთქვათ, და რა საძლევს მას ეს თემა. იმიტომ რომ ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, ეს იწვევს იმას, რომ ერთ-ერთი ძალიან სერიოზული ოპონენტი, გეოპოლიტიკური ოპონენტი რუსეთი დაკავებულია უკრაინის კონფლიქტით. თუ მაგალითად ტკივნეული იყო ირანთან დაპირისპირება შეერთებულ შტატებისთვის, იმიტომ რომ მან ეს სტრატეგიული დარტყმები მიაყენა შეერთებულ შტატების არა ამ სტრატეგიულ რეზერვებს, არამედ საფინანსო ბაზრებს, ბირჟებს, ხო? უკრაინის კონფლიქტი ამ თვალსაზრისით, საერთოდ გავლენას არ ახდენს აი შეერთებულ შტატების რაღაცა შიდა ეკონომიკურ ფინანსურ მდგომარეობაზე, პირიქით როგორც ახსენე, ეს არის სარგებლის მომტანი კონფლიქტი. მოგესალმებით, ლაპარაკობს და უჩვენებს 42 პარალელი საქართველოს რადიოს ეთერში. გთავაზობთ ჩვენ საერთაშორისო მიმოხილვას. შეგახსენებთ, რომ გარდა რადიოსი ასევე შეგიძლიათ მოგვისმინოთ და გვიყუროთ ჩვენს YouTube არხზე, 42 პარალელის YouTube არხზე. მოგვისმინოთ Spotify-ზე, გამოიწერეთ ჩვენი გვერდები აი ამ პლატფორმებზე, ასევე Facebook-ზე დაგვიმეგობრდით, TikTok-ზე. მოკლედ არ გამოტოვოთ ჩვენი, ესე ვთქვათ, პლატფორმები და ჩვენი კონტენტი, რომელსაც შემოგთავაზებთ დრო და დრო. ისევ და ისევ შოთა თხელიძე და მე გიორგი გვიმრაძე გთავაზობთ დღევანდელ მიმოხილვას. შოთა, მოდი დავიწყოთ დღეს საუბარი. ესე იგი, სულ მალე, მომავალ კვირაში პრინციპში თურქეთში გაიმართება ნატოს მომდევნო სამიტი, ასე ვთქვათ, ნატოს წევრი ქვეყნების მომდევნო სამიტი და როგორც ჩანს ამ სამიტზე ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი იქნება უსაფრთხოების ხარჯები, იმიტომ რომ ერთი იყო გახსოვს გასულ კვირას რუტეს ვიზიტი, ჩვენ წინა პოდკასტშიც ვახსენეთ ესე გაკვირით რუტეს ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მან ასე რაღაცა პრეზენტაცია გააკეთა ოვალურ ოფისში, როგორ გაიზარდა ნატოს შიგნით, ნატოს წევრის ქვეყნების მიერ თავდაცვაზე გაღებული ხარჯები და მერე აი ხა დღეს დილით ვნახულობდი ტრამპის განცხადებას, ეს კიდევ განცხადებას რა თავის პოსტები რო აქ True Social-ზე რო უყვარს წერა, ესე და იქ წერდა რომ აი ეს ცალმხრივი ასე ვთქვათ, ფორმატი ურთიერთობისა ამერიკისთვის არ არის მისაღები ნატოსთან ურთიერთობაში, როდესაც ამერიკა ხარჯავს ძალიან ბევრს და ნატოს წევრი ქვეყნები კი მნიშვნელოვნად ნაკლებს. აქ არის რაღაცა თავისებური საკითხები, ანუ ესე პრო and კონტრა ესე რო ვთქვათ, ხო? რომ ერთის მხრივ მართლაც საკმაოდ მაღალი ამერიკის შეერთებული შტატების დანახარჯები თავდაცვის ნაწილში, მას ჰქონდა წარმოდგენილი ესეთი ჩარტი, სადაც თითქმის ტრილიონამდე ამერიკის შეერთებული შტატების ხარჯი თავდაცვაზე. მე აღარ ვიცი უკვე მას თავდაცვა უნდა უწოდოთ თუ არა ამერიკასთან მიმართებაში, იმიტომ რომ თავდაცვის სამინისტრო აღარ აქვს, ომის სამინისტრო აქვს და ომზე ომის ხარჯებია თუ თავდაცვის ხარჯები. და ევროპის, ასე ვთქვათ, ევროპის ქვეყნების, ყველაზე მაღალი გქონდა, ასე ვთქვათ, ბრიტანეთს, მაგრამ მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება, რა თქმა უნდა. რამდენჯერმე შეიძლება 10 გზისაც ჩამოუვარდებოდეს, ასე ვთქვათ, ამერიკის დანახარჯებს თავდაცვაზე, მაგრამ აქ მეორე მხარე, ესეთი ობიექტური მხარე არის ის, რომ ამერიკის ეკონომიკა მთლიანად ევროკავშირის ეკონომიკას ლამის ორჯერ აღემატება, ხო? და მაგალითად ახლა GDP per capita რო ავიღოთ, იქაც საშუალო ევროპულზე ორჯერ მეტია ამერიკის GDP, ესე ვთქვათ, ხო? ერთ სულ მოსახლეს. ასე რომ, დანახარჯებიც აი ამ ეკონომიკიდან გამომდინარეა, ერთი და მეორე, ასევე სოფლიოში პოზიციონირებიდან, სამხედრო პოზიციონირებიდანაც გამომდინარეობს ამერიკის დანახარჯები, ხო? ახლა ამდენი სამხედრო ბაზა სოფლიოს სხვადასხვა წერტილში არც ერთ ქვეყანას არ აქვს, მათ შორის არც ერთ ევროპულ ქვეყანას არ აქვს და არც მის ძირითად ოპონენტებს არ აქვს, ხო? პრინციპში ესე შეიძლება ითქვას, ხა. რამდენიმე თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობით ბაზები დარჩა რუსეთს სოფლიოში და ჩინეთს მგონი ერთი ბაზა აქვს მისი ტერიტორიის გარეთ, ხო? აქედან გამომდინარე, ესეც ის ობიექტური მიზეზია, რის გამოც ამერიკის შეერთებული შტატების დანახარჯები საკმაოდ მაღალია თავდაცვის ნაწილში, ხო?
მოკლედ რა არის ახლა აი პირველი ალბათ ნატოს მომავალთან დაკავშირებით არის ძირითადი კითხვები, ხო? რა შეიძლება გამოიწვიოს აი ამ ასე ვთქვათ დაპირისპირება. ცხადია ალბათ ნატოს შიგნითაც ყველა ელის იმას, რომ ტრამპის ვადა ამოიწურება, ის უკვე გადადის აი ამ საარჩევნო პროცესში, რაც არაერთხელ გვისაუბრია და შემდეგ პრეზიდენტთან როგორ დაალაგდება საუბარი. ანუ გახსოვს ალბათ რომ შეთანხმდნენ ნატოს წევრი ქვეყნები რომ 5%-მდე გაზრდიან თავდაცვის დანახარჯებს 2030 წლისთვის. ანუ მაშინ როცა ტრამპი პრეზიდენტი აღარ იქნება. აქაც დევს რაღაც გარკვეული ასე ვთქვათ იმპულსი იმისა რომ როცა ის აღარ იქნება პრეზიდენტი იმ დროს ან გაზდიან ან არ გაზდიან, ხო? ანუ რაღაც ესეთი თემა არის. მოკლედ მოლოდინები ევროპულ ფლანგზე იმისა რომ ტრამპის მერე ცოტა სხვანაირად იქნება სიტუაცია ალბათ არსებობს მაინც. ხო, აი, მითმინოდა დამეწყო, რომ არა რელევანტურია ევროპის და შეერთებული შტატების თავდაცვის ხარჯების შედარება ერთმანეთთან, იმიტომ რომ თვისებრივად განსხვავებული გეოპოლიტიკური სუბიექტები არიან, ხო? ერთი არის სუპერსამხედრო ძალა, მეორე, აქამდე მოიაზრებოდა ეკონომიკურ, კულტურულ ძალად, ხო და მათი შედარება, ხო, აი როგორც შენახსენე, ხო, თუნდაც აი ინფრასტრუქტურის რაღაცა ასიმეტრიიდან, რაც მათ აქვს გლობალურ მასშტაბით, ამის მოთხოვნა ცოტა ესეთი არასწორი შეიძლება. თუმცა ამასთან ერთად აბსოლუტურად ობიექტურია მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ნატო როგორც თავდაცვითი სუბიექტი დიდწილად მაინც სჭირდება ევროპულ სახელმწიფოებს, იმიტომ რომ ამერიკის თავდაცვას ეს ინსტრუმენტი არ ახორციელებს, თუმცა როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი, რა თქმა უნდა, ის ამერიკის შეერთებული შტატების ინსტრუმენტია. თუ წავალთ ახლა ისტორიაში შეერთებულ შტატებს შეიძლება უფრო ჭირდებოდა ნატოს არსებობა მეორე მსოფლიო ომის მერე, რა თქმა უნდა, ეხლა დასავლეთ ევროპასაც, მაგრამ მაშინ იყო ეს კომუნიზმის შეკავების ინსტრუმენტი ნატო და ამიტომ პოლიტიკურად უფრო ვიდრე სამხედრო თვალსაზრისით ამერიკისთვის. ხო და დღეს ახლა ეს სურათი შეცვლილი ახლა, არ ვიცი, ახლა ესპანეთს და პორტუგალიას სჭირდება თავდაცვა ახლა შეერთებულ შტატებისგან, თუ გინდა იგივე საფრანგეთს და რაღაცა ხარ. იმიტომაც არიან უფრო აქტიური აღმოსავლეთ ევროპის ნატოს წევრი ქვეყნები და არა დასავლეთ ევროპის ქვეყნები. ამასთან თუ დავაკვირდებით იმას, თუ სად განთავსდა ძირითადი ანტისარაკეტო სისტემები, რომელიც ამერიკული ანტისარაკეტო სისტემებია, ხო, პრინციპში ეს არის ნატოს გაფართოების საზღვრები, ხო? ანუ ყოველ ეტაპზე, როდესაც ნატო ფართოვდებოდა, აი ეს სწორედ ეს ანტისარაკეტო სისტემები იწევდა სულ უფრო ახლოს რუსეთისკენ. ანუ ამ ანტისარაკეტო სისტემების ფუნქცია ამ შემთხვევაში იყო ამერიკის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და არა ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ესეც ფაქტია. ხო, ანუ ეს ლოგიკა მოითხოვდა ამას, რომ როდესაც ტერიტორია ანუ უსაფრთხოების სივრცე ფართოვდება, შენ მაქსიმალურად ფრონტზე აყენებ ამ თავდაცვით სისტემებს. ხო, მაშინ რა აზრი აქვს ახლა თუ იხარდა გაფართოებას რა აზრი აქვს. აი იგივე მაგალითად ისე აი ახლო აღმოსავლეთზე რო წავიდე, აი სპარსეთის ყურის ქვეყნებში იყო განლაგებული ეს თავდაცვითი სისტემები, რომელიც ემსახურებოდა საბოლოოდ ისრაელს, ანუ ფრონტზე, ანუ წინ ფრონტალურ რაღაცა სივრცეზე იყო განლაგებული. იგივე ლოგიკა იყო აქაც, ხო. სხვანაირად ლოგიკა არ მუშაობს. თვითონ ახლა ამ ხარჯებს რაც შეეხება, ჯერ 2% იყო, გახსოვთ ალბათ ეს ვადაღებული მოთხოვნა, რომელიც შეთანხმდა 2014 წლის უელსის სამიტზე, რომ 10 წლის შემდგომ, ანუ 2024 წლისთვის დააკმაყოფილებდა ყველა წევრი ქვეყანა, მაგრამ 2004 წელს დაახლოებით 1/3 ქვეყნების ამ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებდა, ან არ აკმაყოფილებდა. ხო, ანუ 10 წლის მერე. ხო, ანუ ეს არის ახალი მოთხოვნა 5%-იანი, რომელიც ანუ როგორ არის რაც უფრო იზრდება პროცენტი ნომინალური თანხებით, უფრო რაღაცა არა არითმეტიკული პროგრესით, არამედ შეიძლება ვთქვათ, რომ გეომეტრიული პროგრესით იზრდება და საკმაოდ დიდი თანხებია, მაგრამ თანხმობა განაცხადა თითქმის ყველა წევრმა ქვეყანამ, ერთადერთი გამონაკლისი იყო ესპანეთი, რომელმაც ფორმალურად თქვა უარი ამ ხარჯების გაზრდაზე და ამის გამო, ერთ-ერთი მიზეზი იყო იმ რის გამოც ჯერჯერობით ვერბალური კონფლიქტი მოხდა პედრო სანჩესსა და დონალდ ტრამპს შორის, მაგრამ შემდგომ იყო აქ ისრაელის მიმართებაში ესპანეთის პოლიტიკის მომენტებიც, რომელიც გახდა განხეთქილების ვაშლი და დაემუქრა კიდევაც სანქციების დადებით ესპანეთს, გახსოვთ ალბათ. დონალდ ტრამპი, მაგრამ ეს რეალობაში არ განხორციელებულა, ისიც გახსოვთ ალბათ, რომ ბრიქსის წევრიაო ესპანეთი, შეცდომით რო ახსენა, ხო. ის მოთხოვნა, რაც დღეს ეს 5%-იანი მოთხოვნა თავდაცვის ხარჯების, ჩემი აზრით, არ არის მხოლოდ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის
დაკანებული საკითხი. როგორც ვახსენე, ჯერ კიდევ 2%-იანი მოთხოვნა ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს დადგა დღის წესრიგში. შემდგომ გააგრძელა უბრალოდ მედია სივრცეში ამოიტანა ეს პრიორიტეტი დონალდ ტრამპმა როცა გახდა პრეზიდენტი. იგივე მოხდა ხა ბაიდენიც რო იყო პრეზიდენტი, არავის უთქვია რომ არ გაზარდოთო და რაღაც პირიქით შეიძლება. ანუ დემოკრატები ცდილობენ რომ საჯარო სივრცეში არ გამოიტანონ ევროპასთან რაღაცა პოლიტიკური დაპირისპირებები, იმიტომ რომ აჩვენონ, ეს დემოკრატები უფრო ტრანსატლანტიკური ფილოსოფიის პოლიტიკური ჯგუფია, ეხლა რესპუბლიკელებს ვერ ვიტყვი რომ არ არიან, მაგრამ ამ შემთხვევაში ტრამპზე საუბრობთ. ხო, ან ისინი ცდილობენ რომ ეს ერთიანობა, ეს ჩრდილოატლანტიკური შეინარჩუნონ, რაღაც აი ამითი ძალით პოზიციონირდნენ. ამიტომ მე ანუ ის სწორება რომ 2028-ში შეიძლება გადაირჩიონ ტრამპი და მე აღარავინ მოთხოვს ამას, ასე არ მგონია იყოს პირიქით ეს არ მოსთხოვს არა, მაგრამ სამაგიერო შემთხვევაში შეიძლება ისევ დაიმალოს ეს ლაპარაკები. ანუ უბრალოდ დაიმალება ლაპარაკი, უბრალოდ ეს გეოპოლიტიკური პროცესების ლოგიკა ითხოვს ამას, რომ ეს ასე უნდა მოხდეს, ხო? აი ეს ეგრეთ წოდებული, რასაც ეძახიან შრომის დანაწილების პრინციპი გეოპოლიტიკურ ასპარეზზე, რომ მაგალითად შეერთებულ შტატებს ორიენტირი ექნება ამიერიდან რაღაცა ჩინეთის შეკავებაზე, მასზე მოუწევს ხარჯების გაწევა. ნაწილობრივ ხა ახლა მოსავლეთი მაინც რჩება მის დღის წესრიგში და ეს რუსეთის შეკავება გადავა, ასე ვთქვათ, ეს პასუხისგებლობა და ეს ტვირთი ბჭყალებში ევროპულ მხარეზე და თხოვს, იმიტომ რომ ევროპულ მხარეს შეუძლია, ანუ რესურსი იმისა, რომ ეს ხარჯები გაიღოს, თulis რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია, მაგრამ ხო, აი ეს საინტერესო იყო კიდე აი მარკ რუტეს ვიზიტისას, მან კარგი არგუმენტი მოუყვანა დონალდ ტრამპს ნატოს სასარგებლოდ, რომ ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის ხარჯები აფინანსებენ ამერიკულ დასაქმებას. სამხედრო სამრეწველო კომპლექსში დაახლოებით 150,000-მდენ ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ეს ციფრი მოიტანა, რომ ამდენ ადამიანს ასაქმებს ევროპული ხარჯები, რაც ესეთი დონალდ ტრამპისთვის იყო ესეთი ალბათ ამაზე არ უფიქრია, ხო? ხო, მაგრამ ზუსტად ეს მეორე мотиваცია, რატომ უნდა გაზარდონ ევროპელებმა და ხარჯები, რომ ამერიკაში უფრო მეტი ადამიანი დასაქმდეს. კი ბატონო, ხო, ანუ ეხა ესეც შევხედოთ. ანუ ჩვენ რასაც ვუყურებთ ეხა ბოლო პერიოდის კონფლიქტებს, ეს უკრაინის კონფლიქტი იქნება თუ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი იქნება, თუ ვინმე იქიდან ესე ვთქვათ მეტნაკლებად ხეირს პოულობს, უპირველეს ყოვლისა ეს არის ამერიკული სამხედრო წარმოება, ხო? კორპორაციები. და ესეთი სურათი თუ ანუ მათ ინტერესების დაცვა არის ერთ-ერთი წამყვანი ამერიკის საგარეო პოლიტიკაში. კი ბატონო. თვითონ ნატოს წევრი ევროპული ქვეყნები, რომელთაც მეტნაკლებად აქვთ რაღაც ზომის სამხედრო წარმოება, მათთვის შეიძლება მისაღები იყოს ეს ხარჯების ზრდა. იმიტომ რომ მათ ინდუსტრიას ხმარდება, ეკონომიკურ აქტივაციას ხმარდება. მაგრამ ქვეყნები, რომელთაც ეს არ აქვს, ეს სამხედრო სამრეწველო რაღაც ინდუსტრია, მათთვის ეს არის უბრალოდ, როგორ გითხრათ, ეხლა ტყუილი ხარჯი ცოტა ხმამაღალია, მაგრამ რეალურად ეს არის რაღაც დაფინანსება რაღაც პროექტის, რომელიც მას რეალურად არ ხმარდება. ხო, ასეთი არის ნატოს წევრი ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა. ხა ვინც მახსენდება, ხა სამხედრო სამრეწველო ქვეყნები ნატოს შეიძლება იყოს გერმანია, ნაწილობრივ საფრანგეთი, ხა შვედეთი, ახალი წევრი ქვეყანა, შეიძლება ბრიტანეთი და დანარჩენი ხა პატარა ქვეყნები, როგორ გითხრათ, რაღაცა ესეთი საფასურია იმისა, რომ შეერთებული შტატები დათანხმდა აი ამ დიდ საერთო კლუბში მათ მიღებას. და შეიძლება ისიც ვთქვათ, რომ ამ პატარა ქვეყნებსაც აქვთ უფრო ამ თანხების მობილიზების შესაძლებლობა, იმ გაგებით, რომ ნომინალურ თანხებში ის უფრო ნაკლებია ხა. გერმანიისთვის 5% არის რამდენიმე 100 მილიონი დოლარი და ხა სლოვენია რო გაიღებს, იმისთვის არის რამდენიმე, ანუ შეიძლება 10 მილიონი დოლარი. ამიტომ ხო ესეთი წინააღმდეგობაც რეალურად პატარა ქვეყნებიდან არ მოდის. უფრო დიდი ქვეყნები და იგივე იტალია, ესპანეთი ვახსენეთ, ხო? გერმანიას ფიზიკურად არ შეუძლია წინააღმდეგობის, ასე ვთქვათ, ამ მიმართულებით გაწევა. ყველაზე აქტიური ამ თვალსაზრისით, როგორც ვახსენე, ისევ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებია, როდესაც მაგალითად აი ეს 2%-იანი მარჟა დაანონსდა რა, მოითხოვა შეერთებულ შტატებმა, პირველი, ანუ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო მხოლოდ 5 სახელმწიფო, რომელიც ამას აკმაყოფილებდა ევროპაში. ეს ხო 3 ბალტიისპირა სახელმწიფო, პოლონეთი და დიდი ბრიტანეთი. ალბათ ახლა გეცნობათ სურათი, ხო, მე როგორ გამithარდა
პროცესი, ეს სივრცე გვევლინება მთავარ ჭყალებში, ასე ვთქვათ, რუსულ შემაკავებელ რაღაცა სახელმწიფოებრივ მოცემულობად. ამასთან ერთად აქ არის ერთი რამე, რომ ხშირად აი ჩვენ გვისაუბრია იმაზე, რომ აი ვთქვათ რუსეთთან დაპირისპირების საკითხი და სამხედრო და ფინანსების ზრდის თემა ასევე საკმაოდ აქტუალურია ევროპის ტერიტორიაზე და ეს საკითხი განიხილება როგორც არა მხოლოდ ამერიკული სამხედრო ინდუსტრიის განვითარების ამბავი, არამედ ეგრეთ წოდებული სამხედრო კეინზიანიზმი ევროპის ტერიტორიაზე, ხო? და აი წინა კვირას მარკ რუტეს ეს განცხადებები იყო ძალიან საინტერესო, სადაც მან ახსენა, რომ სწორედ ამ სამიტზე გამოცხადდება რამდენიმე ათეული მილიარდის კონტრაქტი, სამხედრო კონტრაქტი, რომელიც რაღაც გარკვეულ აი მისი თქმა ესეთი იყო ეს დასახელებები ძალიან ის არის ხოლმე რა ქვია მაგას, გახსოვს იმიდან რა ქვია მაგას ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე და რაღაც ასეთი განცხადებების ხშირად არის ან ნიკოფსიდან და რუბანდამდე ეს არის ამ შემთხვევაში არლინგტონიდან ანკარამდე გააერთიანებსო ძალისხმევასო ეს კონტრაქტებიო და შექმნის ახალ რეალობასო და ძალიან საინტერესო იყო, როცა ნატოზე ასეთი ფრაზა თქვა მარკ რუტემ, ამოვიწერე უბრალოდ, ვინ წარმოიდგენდა 10 წლის წინ, რომ ამას მივახცევთ. ეს არის საუბარი, ეხლა აი ძალიან საინტერესო რატო არის, რომ ეს არის საუბარი იმაზე, რომ ნატო ეს არის მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ორგანიზაცია, სამხედრო გაერთიანება. ესე იგი პრინციპში ლამის არის ნახევარი არის მსოფლიო ეკონომიკის ნატოს წევრი ქვეყნების ეკონომიკას თუ დავაჯამებთ ხო ამერიკის და ევროკავშირის და კანადის და ასე ვთქვათ ხო თურქეთის ეკონომიკები ეს ყველაფერი ერთად თუ დაჯამდება თითქმის ნახევრამდე ადის მსოფლიო ეკონომიკის ასე ვთქვათ ხო და აი ამ ნახევარ მსოფლიო ეკონომიკის ნახევარში საუბარი მიდის იმაზე რომ რაღაცა 10 წლის წინ წარმოუდგენელ შედეგებზე გადიან ახლა და თან ეს შედეგები ამ წუთას არ არის ასე ვთქვათ ძირითადად მაინც PR კამპანიას უფრო წააგავს ვიდრე რეალურ შედეგებს. თუმცა ვნახოთ ახ სამიტზე რა ტიპის კონტრაქტებზე იქნება საუბარი, რის წარმოებაზეა საუბარი საერთოდ რა ტიპის სამხედრო ინფრასტრუქტურა და სად. აი ეს თავარი ეს არის კიდე ხო არლინგტონიდან ანკარამდე სად იქნება განთავსებული ეს თქვა საწარმოო პოტენციალი და მართლა მოხმარდება თუ არა თქვა აი ეს გაზრდილი თავდაცვის დაფინანსება ევროპის კეინზიანურ ეკონომიკას. მან არის ასეთი საკითხი, რომ ევროპული ეკონომიკების გადაწყობა სამხედრო სამრეწველო მიმართულებით ჯერ ერთი ეს საკმაოდ გრძელვადიანი პროცესია. მეორე ერთი კომპანიები, რომლებიც ამ კონტრაქტებს მიიღებენ, მათ ენდომებათ არა ერთჯერადი კონტრაქტები, არამედ გრძელვადიანი კონტრაქტები. ანუ შეიძლება რაღაც ქვეყნები იყვნენ, რაღაც კომპანიები იყვნენ, რომლებიც ამას ენთუზიაზმით დიდად არ შეხვდებიან, ხო? მე მაინც გონი თან ისიც ანუ უახლესი ისტორიის გამოცდილებაც რომ ნახოთ, რამდენი რაღაცა თანამედროვე ტექნოლოგიის გამოშვება დაანონსდა ევროპულ სივრცეში, იმდენი ან გაჭიანურდა და დაჭირდა რამდენიმე ათწლეული, ან რაღაც პროექტები ჩაიშალა, ხო? დიდად ახლა ისიც რომ ვთქვათ, რომ შეერთებული შტატების ინტერესია, რომ ევროპას ჰქონდეს მოუგიდებელი სამრეწველო სამხედრო კომპლექსი ესეც არ შედის, ხო? ამიტომ ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს თანხები, რაც მობილიზდება ამ ნატოს ორგანიზაციის ფარგლებში აკუმულირდება, ეს თანხები ისევ, ანუ დონალდ ტრამპი რომ აყენებს ამ საკითხს დღის წესრიგში, რეალურად ეს არის, რომ შეერთებულ შტატებმა და უფრო სწორად იმ მსხვილმა კომპანიებმა, რომლებიც აი ამ სამრეწველო კომპლექსს ქმნიან შეერთებულ შტატებში, მათ ნახონ მოგება. იმიტომ რომ ეს კომპანიები არიან, რომლებიც ნაწილობრივ აფინანსებენ აი ამ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს, კონკრეტულად შეიძლება ვთქვათ, აი ეს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაც, ხო. ხო, ამ კუთხით ესეთი მოგეთ გამიხსენე ესეთი სცენარია, რომ ევროპა უნდა იყოს ასე ვთქვათ, ჩამოკიდებული ისევ შეერთებულ შტატების უსაფრთხოების ქოლგაზე, არა როგორც მარტო რაღაცა
სუფთა უსაფრთხოების კუთხით, არამედ აი ამ შესყიდვების კუთხითაც. მე არ მგონია ახლა შეერთებულ შტატებმა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ რაღაცა გერმანია დააბრუნოს ისევ იმ ინდუსტრიულ სიმძლავრეებზე, რაზეც იყო. შეიძლება ეს თვითონ შიგნი ევროპაშიც არ აწყობდეთ, ხო, იგივე საფრანგეთს და იგივე ბრიტანეთს, ხო, რაღაცა ბალანსის შენარჩუნება შეიძლება მათაც სურდეთ. ამასთან ერთად, კი, მან ერთი მომენტია, რა ქვია მაგას, რომ აი ეს იდეა Make America Great Again, ძირითადად დაფუძნებულია ინდუსტრიების დაბრუნებაზე, რეალური ეკონომიკის დაბრუნებაზე ამერიკაში, იდეა ამას ეხება ყოველ შემთხვევაში, რეალური ეკონომიკა უნდა დაბრუნდეს. ხო, ამ რეალური ეკონომიკის ნაწილი, რომელიც რეალურად მუშაობს შეერთებულ შტატებში, სამხედრო წარმოება, ხო, იმიტომ რომ არის გარკვეული მანქანათმშენებლობის ნაწილი, თუმცა მანქანათმშენებლობაშიც კი საკმაოდ დიდი ნაწილი მექსიკაშია გადატანილი, რაც ამერიკის ნაწილი და ავიაცია. დანარჩენი ესე ვთქვათ, ტექნოლოგიური წარმოების საკმაოდ დიდი წილი მოდის სხვა ქვეყნებზე, ხო, სამხმარებლო ტექნოლოგიების და ძირითადი მართალია აი გარის, რომ სამხედრო ინდუსტრია არის ის მთავარი ასე ვთქვათ, რეალურ ეკონომიკის ნაწილი, რომელიც ამერიკის ტერიტორიაზე. ჩვენ მან კიდევ ერთი მომენტია, რომ სამხედრო სამრეწველო ინდუსტრიაში დასაქმებულია უმეტესწილად რესპუბლიკური პარტიის ამომრჩეველი, აი კონსერვატიული ნაწილი მოსახლეობის. და შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის რაღაცა, ამ შემთხვევაში ტრამპის და გრძელვადიან პერსპექტივაში რესპუბლიკური ამომრჩეველი. სწორება შეიძლება ამაზეც აქვს ტრამპს, რომ ის ასაქმებს მის blue collar ცისფერ თუ როგორ ვქოთ, ცისფერ საკელოიან ლურჯი უფრო დასაქმებულ ადამიანს, მშრომელებს, მოდი. ხო, ეს ორიენტირება შეიძლება აქვს, რომელიც ჯდება აი ამ Great America Make America Great Again-ის კონცეფციაში. ხო, ალბათ. ხო, ინტერესი ის არის, რომ ევროპელებმა უფრო მეტი დახარჯონ ტრამპის ინტერესი იყოს ახლა ლოს-ანჯელესში მცხოვრებების და ნიუ-იორკის მოსახლეობის რაღაც benefit-ები, რომელიც მის ამორჩეველი არ არის. კი ბატონო, მაგრამ ეხლა მეორე ნაწილია აქ, ხო, ამ ფონზე სავარაუდოდ არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ ესე ვთქვათ, ერთი აქ შემოდის ის საკითხი, რომ უკრაინის კონფლიქტი ძალიან კარგი საფუძველია და საბაბია იმისა, რომ ევროპელებზე განახორციელო წნეხი, რომ მათ გაზარდონეს ხარჯები, ამერიკისთვის. აქ შემოდის უკვე საკითხი იმისა, რამდენად აწყობს ამერიკას ეს კონფლიქტი მალე დასრულდეს, აი ამ პერსპექტივაში, ასე ვთქვათ, და რა საძლევს მას ეს თემა. იმიტომ რომ ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, ეს იწვევს იმას, რომ ერთ-ერთი ძალიან სერიოზული ოპონენტი, გეოპოლიტიკური ოპონენტი რუსეთი დაკავებულია უკრაინის კონფლიქტით და ის სხვა ესე ვთქვათ, ასპარეს ჩამოშორებულია პრინციპში, შეიძლება ითქვას, იქ ახლო აღმოსავლეთში იყო პრობლემები, სირიის ტერიტორიები, სირიაზე გავლენები რუსეთის პრინციპში დაკარგულია, შეიძლება ასე ვთქვათ. მცირდება საკმაოდ კავკასიაში, ამ წუთას ყოველ შემთხვევაში არ იგრძნობა მისი სერიოზული მოქმედებები და სერიოზული მყოფობა კავკასიის რეგიონში. ეხლა ცხადია, ჩვენ იმ ილუზიაში არ ვართ, რომ პირობითად ამ მოცემულობაში საერთოდ აღარ მოიაზრება და ასე შემდეგ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ წუთას უკრაინის კონფლიქტი არის ერთ-ერთი მთავარი შემაკავებელი რუსეთის ინტერესებისა, ხო? რაღაცა სად კონცენტრირდება მისი ინტერესი და მისი მოქმედება რა მიმართულებით არის მიმართული, ხო? და მეორეს მხრივ ეს არის ევროპელების ასე ვთქვათ იძულება იმისა, რომ მეტი დახარჯონ საკუთარ უსაფრთხოებაზე, ერთი და მეორე თავისთავად უკვე ის ფაქტი, რომ შენ ამ წუთას არ შეგიძლია წარმოება და ამ წუთას შენს ნატოს პარტნიორს ამერიკას შეუძლია წარმოება, ასევე გულისხმობს იმას, რომ გაზრდილი ხარჯები საერთოდ წავითეს, ხო? ამიტომ უკრაინის კონფლიქტი ეს არის ალბათ ის კონფლიქტი, რომლის დასრულებაც ამერიკისთვის მიუხედავად უამრავი საუბრისა და მიუხედავად ანკორიჯის სულისა, საბოლოო ჯამში ამგვარი ინტერესს არ ემსახურება. ხო, ეს არაერთ პოდკასტშიც ვახსენეთ, რომ თუ მაგალითად ტკივნეული იყო ირანთან დაპირისპირება შეერთებულ შტატებისთვის, იმიტომ რომ მან ეს სტრატეგიული დარტყმები მიაყენა შეერთებულ შტატების არა აი ამ სტრატეგიულ რეზერვებს, არამედ საფინანსო ბაზრებს, ბირჟებს, ხო? უკრაინის კონფლიქტი ამ თვალსაზრისით, საერთოდ გავლენას არ ახდენს აი ამ შეერთებულ შტატების რაღაცა
შიდა ეკონომიკურ ფინანსურ მდგომარეობაზე, პირიქით როგორც ახსენე, ეს არის სარგებლის მომტანი კონფლიქტი. ჩვენ კიდე ეს არ დაგვავიწყდეს. თან ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ერთი რამე, რაც ტრამპის განმავლობაში მოხდა, ბაიდენის პროცესში, ბაიდენის პრეზიდენტობისას ამერიკის შეერთებული შტატები იყო ნაწილი ამ კონფლიქტისა. ხარე იყო, ასე ვთქვათ, ხო? ტრამპმა მოახერხა პოლიტიკურად შემოეტრიალებინა ნარატივი და გამხდარიყო მომლაპარაკებელი ამ კონფლიქტში. პასუხისმგებლობა ერიდა თავიდან რაღაცა პოტენციური ან თუ რაღაცა სცენარისი არ წავიდა პროცესი, რომ მას არ აქვს პასუხისმგებლობა ამ კონფლიქტზე. იმიტომაც იყო, რომ ყოველ მეორე ფრაზა უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით იყო, რომ ეს ბაიდენის ომია, ჩემი ომი არა და მეორე ის უნდა ვახსენოთ ახლა გეოპოლიტიკურ პერსპექტივაში, რომ ამითი ევროპა ძალიან გრძელვადიან პერსპექტივაში როგორ გითხრათ მიიწება შეერთებულმა შტატებმა ხო რა ტენდენცია იყო ბოლო სანამ უკრაინის ომი დაიწყებოდა რომ ევროპასა და რუსეთს შორის თანათანობით ძლიერდებოდა ენერგეტიკული ეკონომიკური კავშირები და თვითონ რაღაცა ორგანიზაცია ნატოც ნუ ეხლა რაღაცა სრულად რელევანტურობას არ კარგავდა მაგრამ ის როგორ გითხრა სიახლოვე რაც იყო შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის თანათანობით სუსტდებოდა ხო ძირითადად ხო ეს კონტინენტური ევროპის ქვეყნები იყვნენ მოწოდებული და გვახსოვს რამდენიმე გამოსვლა მაკრონის ამ სტრატეგიულ სუვერენიტეტზე ევროპის და მერკელი ახლა ამის სახე იყო ზოგადად ევროპულ კონტინენტური ევროპული თანამშრომლობის რომლის კრიტიკაც საკმაოდ დიდი იყო ნეოკონსერვატიულ ჯგუფებში შეერთებულ შტატებში ხო და აი ეს ტენდენცია ანუ ეს იგივე შენ რაც ახსენე ლისაბონი ვლადივოსტოკის იდეაც ეს იდეა მორჩა რეალურად ნუ რამდენიმე ათწლეული როგორც მინიმუმ ხო და ამის აღდგენა დღეს რთულია რა ტენდენციასაც ჩვენ უყურებთ ახლა ევროპული არლინგტონიდან ანკარა ახლა შეიძლება ხო არლინგტონიდან ანკარა და კალინინგრადიდან იქამდე ვლადივოსტოკი ხო დიაგონალური ხაზებია ხო ამითი ხო კიდე აი ეს ერთი და მეორე ეს ერთიც რო ახლა როგორც ვახსენეთ თვითონ სამხედრო პოლიტიკური პასუხისმგებლობა შეერთებულ შტატებს არ აქვს, მას შეუძლია ეს კონფლიქტი დაუტოვოს ევროპას ისე რომ არ შეეშინდეს რომ ევროპა რაღაც თანამშრომლობაში შევა რუსეთთან და თავისი ორიენტირი აი ეს რაც ობამამ და ნოსა დაახლოებით 15 წლის იმ pivot to Asia ანუ გეზი აზიისკენ ეს ამ პოლიტიკაზე გადაერთოს შეერთებულ შტატები რომელიც საწყის ეტაპზეც ვართ გარკვეულწილად შეიძლება ანუ ამისი პირველი ნაბიჯები ჯერ კიდევ დონალდ ტრამპმა გადადგა პირველ პრეზიდენტობისას მაგრამ აი მეორე მცდელობა იყო შარშან აი ეს სატარიფო დაპირისპირება ჩინეთთან როდესაც მან დაანონს ეგეთი გათავისუფლების დღე რო გამოაცხადა 2 აპრილს მახსოვს ნუ თელ სოფლიოს დაუწესა ტარიფები მაგრამ შემდგომ ორ კვირაში ყველას მოუხსნა გარდა ჩინეთის ანუ აქედან უნდა გვეფიქრა რომ თელი ეს სატარიფო დაპირისპირება იყო მიმართული ჩინეთზე ხო ნუ თავი დავანებოთ ახლა იმ რაღაცა ალიანსების ინფრასტრუქტურის განახლებას და ადგენას რომელიც არსებობდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ცივი ომის პერიოდში აღმოსავლეთ აზიაში აი გულისხმობა ეს კორეა იაპონია ფილიპინები ტაივანი იგივე ინდოეთის ჩართვაც არის აქვს ორიენტირებული მოაზრებული მაგრამ წინა პოდკასტში ვახსენეთ რომ ინდოეთი შეიძლება ვთქვათ რომ საჯაროდ არ ერთვება ამ თამაშში კი ბატონო ანუ ეხლა რაც თქვი მაგ მე ისიც არის ასე ვთქვათ ხო ანუ თავისთავად ბუნებრივია შემოდის ამ წყნარი ოკეანის აუზის ესე ვთქვათ ინტერესები ამერიკის შეერთებული შტატების ამ შეერთებული შტატების სადაც სწორედაც რომ უფრო მეტად არის ესე ვთქვათ გაზრდილი ინტერესისა რომ თანხები უფრო იქითკენ იყოს მიმართული ვთქვათ სამხედრო ყურადღებაც იქითკენ იყოს მიმართული და არა ვთქვათ ასე ატლანტის ოკეანის სივრცეში ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ახლა ასე დგას საკითხი, ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში, რომ ევროპიდან შესაძლებელია თანხების წამოღება იმისთვის, რომ სამხედრო ინფრასტრუქტურა მუშაობდეს, სამხედრო წარმოება მუშაობდეს საკმაოდ აქტიურად და თან იზრდებოდეს, თქვათ, მისი დაკვეთები, ასე რომ შევხედოთ. სამაგიეროდ ატლანტიკის ოკეანიდან მისთვის საფრთხეები პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ნეიტრალიზებულია. მანამ სანამ რუსეთი უკრაინაში
იბრძვის და ვერ აფიქსირებს საკუთარ ასე ვთქვათ გეოპოლიტიკურ სტატუსს, საბოლოო ჯამში ვერ აყენებს ამ საკითხს, რომ ვინ არის ის გეოპოლიტიკურ თამაშში. შესაბამისად, პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ რუსეთიდან ამერიკის მიმართ რამე შემაკავებელი ფაქტორი განეიტრალებულია. შესაბამისად, ატლანტის ოკეანეზე ყურადღების მოშორება შესაძლებელია და ამ ყურადღების მიმართვა ასე ვთქვათ, წყნარი ოკეანის მიმართულებით, ჩინეთისკენ, ასე ვთქვათ, ხო? და თუმცა ატლანტის ოკეანეში არსებული, ატლანტის ოკეანის, ასე ვთქვათ, აღმოსავლეთით არსებული ევროკავშირის ფინანსები საკმაოდ საინტერესო არის ამერიკის სამხედრო წარმოებისთვის. იცი როგორ არის, საბოლოოდ აი ეს გეოპოლიტიკური დაპირისპირება დადის ინდუსტრიულ სიმძლავრეებზე. ცხადია. ზუსტად შეიძლება ამიტომაც არის აი ეს საწარმოო ეკონომიკის ან სექტორის აღდგენა მიზანი შეერთებული შტატების გამომდინარე იქიდან რომ ამის გარეშე შეერთებულ შტატებს გაუჭირდება აი ამ დაპირისპირებებში შესვლა. ეს გამოჩნდა თუნდაც აი მირანთან დაპირისპირებაშიც გამომდინარე იქიდან რომ შეიქმნა რაღაცა რაკეტების დეფიციტი, თავდაცვითი სარაკეტო სისტემების დეფიციტი და თავდასხმითისაც. აქვე ესეთი ყბადაღებული თემაა, რომ გემჩენებლობის სექტორით საკმაოდ დასუსტებულია შეერთებულ შტატებში და არის ესეთი მონაცემი, რომ ერთ გემზე, ამერიკულ გემზე ჩინეთი 20 გემს აკეთებს. ანუ იმდენად სხვადასხვა სიჩქარეებია ინდუსტრიული. ამის გამო შეერთებულმა შტატებმა სთხოვა სამხრეთ კორეას, რომელსაც აქვს გემჩენებლობის ინდუსტრია შენარჩუნებული, რომ ტემპები გემების მშენებლობის დააჩქაროს, რომელსაც შემდგომ შეიძენს შეერთებული შტატები. ხო, ანუ ეს იქნება გადამწყვეტი ფაქტორი აი ამ დაპირისპირებაში. ხო, კიდევ ერთხელ ახსენე წინააღმდეგ შემთხვევაში, ხა ესე მხოლოდ ვერბალური, დიპლომატიური, ეკონომიკური, სატარიფო, სასანქციო პოლიტიკებით არ მგონია მიზანი მიიღწეს, რომელიც ჩვენ ნახეთ, რომ ვერ მიიღწა. ანუ ჩინეთი არ არის ის სახელმწიფო, რომელზედაც მსგავსი ინსტრუმენტები მუშაობს. იგივე მაგათი ირანის ავიღოთ ახლა, ხო? 47 წელიწადია არის დაახლოებით რამდენიმე 1000 სანქცია აქ ირანს, ხო? მაგრამ ჯერჯერობით არის ეს სისტემა, რაც არის, ანუ წინააღმდეგობრივი ხელისუფლება, ხო? ამიტომ ხო აი ეს მეტიც, ანუ იგივე ანუ ყველაზე რაოდენობრივად ყველაზე მეტი სანქცია ახლა რუსეთს აქვს დაწესებული. ხო, ახლა ამ უკრაინის კონფლიქტის მერე რუსეთს ყველაზე გადაასწრა. ბოლო პერიოდის პრობლემები, რომელიც რუსეთის ეკონომიკაშია, გამოწვეული არა იმდენად სანქციებით, რამდენად როგორც თვითონ ამბობენ ყოველ შემთხვევაში შიდა ეკონომიკური პოლიტიკით, რა რაღაცა ასე ვთქვათ, ხარვეზებით და ჩავარდნებით ეკონომიკურ პოლიტიკაში, რომელსაც ისინი ატარებენ ბოლო წელიწადნახევარია 2 წელია დაახლოებით. ხო, ანუ შეიძლება ისიც ვთქვათ, რომ ნეოლიბერალური ხედვები იმდენად დომინანტური გახდა შეიძლება რუსულ ეკონომიკაში, რომ აი ამ ისტორიულ საწყისებთან, სადაც სახელმწიფო იყო აქტიური საწარმოო სექტორში, ნუ ეხლა ესე ვერ ვიტყვით, რომ არ იყო ესე, მაგრამ აი ამ ძველ რელსებზე დაბრუნება შეიძლება ერთი რომ, ნუ შეიძლება შეუძლიათ, უბრალოდ არის რაღაცა პოლიტიკური, რაღაცა ინტერესთა კონფლიქტი, იგივე ის ოლიგარქიასთან რაღაცა არსებობს სერიოზული დაპირისპირება. აქედან გამომდინარე, თორე თვითონ რესურსი რაღაც ამ თვალსაზრისით მე მგონი არ მგონია ახლა დეფიციტური იყოს. არა, პირიქით იყო, ანუ პირველ წელს, ომის პირველ წელს და მეორე წელსაც 23 წელსაც რეალურად ჰქონდა და დღემდე ნარჩუნდება გარკვეული თვალსაზრისით მუშახელის პრობლემა მაგალითად. მაღალი დასაქმება ჰქონდათ, იმიტომ რომ სამხედრო წარმოებაში ძალიან ბევრი ხალხი გადავიდა ესეთი სამოქალაქო წარმოებიდან და ასე შემდეგ და აი ზუსტად აი ამ კეინზიანურმა ეკონომიკამ, სამხედრო ეკონომიკამ დაიწყო მუშაობა იქ სერიოზულად. თუმცა შემდეგ უკვე საფინანსო ინსტიტუტებმა მაგალითად ბევრს ლაპარაკობენ აი ამ ეროვნულ ბანკზე და ეკონომიკურ ჯგუფზე, იმის რა ქვია, სამი მთავრობის ეკონომიკურ ჯგუფზე დაიწყო ფულის გაძვირება, ანუ ამ ლიბერალური ელემენტი, იმის რა ქვია, მაგას ინსტრუმენტების გამოყენება უფრო აქტიურად და შესაბამისად ეკონომიკაში გაჩნდა სერიოზული დეფიციტი ფულის. რამაც შეუქმნა, ესე ვთქვათ, აი ამ მცირე და საშუალო ბიზნეს ოპერატორებს სერიოზული პრობლემა შეუქმნა ფულზე წდომის. და ეს არის ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა დღეს, რაზეც საუბრობენ. კი, ხო, ესე ამ საკითხში ღრმად ვერ შევალ. ხო, არა, ისე უბრალოდ ვახსენე. მაგრამ თვითონ აი ხა დემოგრაფია რო ყოველთვის არის გამოწვევა რუსეთისთვის, ეს არ ახალია და თუ აი ეს რო არის ხოლმე ყოველწლიური მიმართვები
პრეზიდენტის რუსეთში თითქმის ყოველ წელს ეს საკითხი არის ერთ-ერთი პრიორიტეტული, რომ აი ოჯახების დახმარება, შვილიანობის წახალისება, იმიტომ რომ ერთი რომ გეოგრაფიული არეალი, რასაც რუსეთი ფლობს, იმასთან შედარებით მოსახლეობა არის საკმაოდ ცოტა, ბანგლადეში ცხოვრობს იმდენივე მოსახლეობა, რამდენიც რუსეთში არის ხა ტერიტორიულად. ხო, ანუ ეს ერთი და მეორე რომ ტენდენცია დემოგრაფიულიც არ არის სახედრო და სხვა შორის აი ამ ლიბერალური ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი არის სოციალური მხარდაჭერა. და მეორე ხა მან რა წინააღმდეგობა არის, რომ არის მოსაზრება, რომ მიგრაციით დააბალანსონ ეს დეფიციტი. მაგრამ ეს რაღაცა კონსერვატიული სოფხედველობა რომელიც რაღაცა რუსოცენტრულია, მოდი ესე ვთქვათ, ხო, რუსეთში. ანუ ეს სოფხედველობა არ აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მიგრაციით დააბალანსონ იგივე ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, იგივე რაღაცა, აფრიკიდანაც არის ხოლმე მიგრაციის პროცესები. ხო, ეს ორი ერთმანეთთან მოდის წინააღმდეგობაში, იმიტომ რომ მიგრაცია, ანუ მიგრანტთა დიდი რაოდენობა ყოველთვის ქმნის რაღაცა ლიბერალურ ფილოსოფიას უწყობს ხელს, რომ ანუ უცხოსთან თანამშრომლობა, რაღაცა კულტურათა გაცვლა ყოველთვის ამას აგენერირებს, რომელიც აი ამ სახელმწიფო იდეოლოგიის წინააღმდეგობაში მოდის. კი ბატონო, ხო, მოკლედ ეხლა რაც შეეხება უკრაინის კონფლიქტს, ანუ ჩვენ არსებულ მოცემულობას, იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება ითქვას, რომ ამ დღეს რაც ხდება კონფლიქტში უამრავ გაურკვევლობას ატარებს თან, იმიტომ რომ ხედავთ ჩვენ ამ რაღაცა შორმანძილზე ფრენი დრონებისა და რაკეტების აქეთ-იქით გაცვლას, აი რომ რაღაც 2 დღის წინ იყო კიდე თვითონ უკრაინულმა მხარემ დაადასტურა, რომ კიევზე იყო ყველაზე მასირებული შეტევა, რაც ეს კონფლიქტი დაიწყო. კლიჩკომ ახსენა, ხო, კიევის მერმა ახსენა ეს ყველაფერი. ნუ იმასაც ხედავთ, რომ უკვე ურალამდე ურტყავს კიევი, ასე ვთქვათ, ამ დრონების საშუალებითაც და რაკეტების გამოყენებითაც ფრონტზე ასევე რაღაცა ერთმანეთის გამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება ხოლმე, ამიტომ საკმაოდ რთულია დღეს რაიმე ტიპის სერიოზული კომენტარის კეთება ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ ერთია ის პოლიტიკური შემადგენელი, სადაც მოლაპარაკებები შეჩერებულია, ანუ არ მიმდინარეობს ახლა არანაირი მოლაპარაკების პროცესი, თუ არ ჩავთვლით რაღაც გარკვეულ ტყვეთა გაცვლის საკითხებს და ასე შემდეგ. ეს როგორც ჩანს გრძელდება კლავაც, იმიტომ რომ სულ რამდენიმე დღის წინ იყო განცხადება, რომ აი ესე ვთქვათ ბოლო ტყვეები იმიდან რა ქვია კურსკის ოლქიდან დაბრუნდნენ რუსეთში და ასე ხო მოკლედ რაღაცა ანუ ეს ინფორმაციები შესაბამისად როგორც ჩანს მაინც აი ამ ტიპის კონტაქტები არსებობს ამ თემებთან დაკავშირებით მე რაღაც სხვადასხვა ტიპის მოსაზრებები და შეთავაზებები არსებობს ხოლმე თქვა კიევიდან რაღაც შეხვედრის თემაზე ანუ რაღაც ფრონტის შეზღუდვის თემაზე რა სად აღარ გავრცელდეს საომარი მოქმედებები და ასე შემდეგ რაზეც ესეთი რა ქვია ურთიერთ გამომრიცხავი განცხადებები კეთდება ხოლმე და მოკლედ საკმაოდ რთული ესეთი ჩიხი შეიქმნა ფრონტზე შეიძლება ითქვას რომელიც საჭიროებს რაღაც გარკვეულ გარღვევას ან ერთი ან მეორე მხრიდან ამიტომ არ ვიცი რამე თუ გაქვს საკომენტარო ამ თემაზე კი ბატონო მანდ ხა დიპლომატიურ არენაზე ისეთი კონფიგურაცია დაალაგდა რომ ამ შემთხვევაში იძულებულია რუსეთი რომ წავიდეს ესკალაციაზე ანუ მარკო რუბიოს განცხადება იყო რომ ანუ არანაირი შეთავაზება ჩვენ ამ ქორიჩი არ მიგვიღია და არც გაგვიცია და არც არაფერზე შევთანხმებული ვართ მერე იყო ეს უშაკოვის პასუხი რომ არც ნუ მანამდე იყო აღარ მახსოვს არც არასდროს არსებულაო ანქორიჯის სულიო და ატომ საუბრობთ ამაზე ეს ერთი და მეორე თვითონ რა ხდება მაგალითად ესეც ფალყურის ქვეშ არის როგორ სრულდება აი ირანთან დადებული ეს ურთიერთგაგების მემორანდუმი რომ არ სრულდება ხო ანუ და თვითონ ახლა თვითონ რუსულ ელიტებშიც არის რომ ეს დიპლომატიის რაღაცა შესაძლებლობის ფანჯარა რეალურად აღარ არსებობს ანუ თუ დიპლომატია აღარ არსებობს, მაშინ წარმატება, ანუ რაღაცა მიზანი უნდა მიაღწიოს სამხედრო გზით. და ასევე გავიხსენოთ ჩვენ რასაც დიდი ხნის წინ ამბობდა ძალიან საინტერესო ხალხი, მათ შორის მერშაიმერი, რომ ეს კონფლიქტი მხოლოდ ბრძოლის ველზე გადაწყდება. ხო, და ჩვენ გავიხსენოთ ეს ამ ომის საწყისები, რომ ეს სტამბოლის პროცესი რომ მიდიოდა, ნუ რაღაცა ესეთი აქტიური ფაზა არ იყო ამ ომის. როგორც კი გაირკვა რომ ეს სტამბოლის პროცესი ჩაიშალა, ხო, ეს ბორის ჯონსონის ცნობილი ვიზიტი და ასე შემდეგ მაშინ დაიწყო ესკალაცია, თუ სწორად მახსოვს, ეს იყო მაისის თვე, როდესაც დაწოლა გაიზარდა აი დონბასში
ლისჩანსკი და სევეროდონეცკი იყო, რომელიც მაშინ და მე მარიუპოლი იყო იმავე წლის მაისში. ანუ იგივე სცენარი შეიძლება ვიხილო და ბახმუტი და ასე შემდეგ. ნუ ბახმუტი უკვე შემდგომი წლის თემა იყო და რაღაც. ანუ პასუხი იყო ეს, აი ამ სტამბოლის პროცესის ჩავარდნაზე რუსების პასუხი იყო ეს და რეალურად აი ხა პროცესიც აქეთკენ მიდის უკვე ბოლო პერიოდში, აი დონბასში არის რაღაცა გააქტიურებული დაწოლა, მაგალითად ესეთი ინფორმაცია იყო, რომ მაისის თვესთან შედარებით 6-ჯერ უფრო სწრაფად, ასე ვთქვათ, ფრონტის ხაზი იცვლება. და იგივე ეს არაკეტო თავდასხმები და ხო, ესეც შეიძლება პასუხია იმაზე, რადგან უკრაინა აკეთებდა ამ დრონების საშუალებით ენერგოინფრასტრუქტურას. თუმცა ნახე როგორი რაღაცა, ანუ ნარატიულად ახლა მაგალითად დასავლური ნარატივები ამ კონფლიქტთან დაკავშირებით ძალიან წააგავს იმ, ასე ვთქვათ, განცხადებებს, რომელიც კეთდებოდა ეგრეთ წოდებული კონტრიერიშის დროს. გახსოვს 2023 წლის კონტრიერიშის დროს, როცა თქვა აი უკრაინას იმხელა ძალა აქვს, რომ ეხლა უნდა ველოდოთ კონტრშეტევას, რომელიც სერიოზულად გავა თითქმის 91 წლის საზღვრებთან, ხო? და ის ჩვენ არ უნდა გვავიწყდეს, რომ ნუ რაღაცა ისეთ ჩანს, რომ პუტინს უნდა საბოლოოდ მაინც დიპლომატიური რაღაც ინსტრუმენტებით გადაწყვეტოს ეს კონფლიქტი. იმისათვის, რომ მოწინააღმდეგე დააბრუნოს დიპლომატიურ პროცესში, მან უნდა აჩვენოს ესკალაციის დომინაცია. ანუ ესეც აიძულებს ამ ესკალაციისკენ წასვლას. თუ წინააღმდეგ შემთხვევაში რატო უნდა დაიწყოს, მაგალითად, იგივე უკრაინამ, ან იგივე დასავლეთთან რაღაც მოტივაცია უკრაინის ხარეს არ არის. მოტივაცია არა, ნუ ახლა შეიქმნა ესეთი სურათი, რომ ვითომ არის რაღაცა თანაბარი დაპირისპირება, ხო? და იგივე აი ეს ტრამპმაც უფრო აქტიურობისკენ მოუწოდა უკრაინას. ტრამპმა თქვა, რომ აი უკრაინის პრეზიდენტს ყველაფერი კარგად მისდის და იქ რაღაც განცხადებები, რომ უკრაინა ამ კონფლიქტს იგებს და ასეთი განცხადებებიც გაკეთდა ამერიკელების მხრიდან მათ შორის. მაგრამ ნუ ესეთი შიდა პროცესები მიდის თავად უკრაინაში, ესეთი ინფორმაცია გავრცელდა, რომ შეიძლება გადააყენოს ალექსანდრ სირსკი, გენშტაბის მეთაური, რომელიც შეიძლება ჩაანაცვლოს ბუდანოვმა და არის რაღაცა ვერბალური დაპირისპირება სირსკისა და ზელენსკის შორის. იქ მაგალითად ის დაიბარეს ზალუჟნი კიევში და უთხრეს, რომ პოტენციურ არჩევნებში მონაწილეობისგან უარი თქვას და ამაზე არ თქვა უარი ზალუჟნი. მოკლედ, ანუ თვითონ ამ უკრაინის შესახებაც არის რაღაცა საინფორმაციო ნაკადები, რომელიც ჩვენ არ ვიცით როგორც დაიწყე ხო საუბარი, რომელიც როცა მოხდება მერე გავიგებთ და ანალიზი. როცა ეტაპობრივად როგორც კი პოლიტიკურად დასჭირდება ხოლმე დასავლეთს, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებს ცხადია, ეგრევე გააქტიურდება ხოლმე ის კორუფციული სკანდალების თემა, ხო? აი მანდ არის საინტერესო კარგ თემაში ეხა ის პოლონეთის უჩვეულო გააქტიურება საკუთარ ისტორიულ მეხსიერებაზე, რავი, მე-5 წელს გაახსენდა. ანუ ესეც ასე მგონია რა, რომ ეხლა გაიხსნა მოლაპარაკების პროცესი უკრაინა-მოლდოვასა და ევროკავშირის შორის. ნუ ეხლა სასახარო ბრიუსელს არ უნდა რომ რაღაცა დაჩქარებულად ევროკავშირში მიიღება უკრაინის და რაღაცა ბარიერების საუბარი რომ გაყვან ერთმანეთისგან მოლდოვა და უკრაინა ერთად არ განიხილონ. და ეხლა რეალურად ხელოვნურად ქმნის ბარიერს ბრიუსელი, რომ ეს რაღაცა პროცესი რაღაც უსასრულოდ გაჭიანურდეს, თორე ეხლა რატო გაახსენათ ახლა პოლონელებს რომ ვოლინის ჟლეტა იყო და ახლა გაახსენათ ორდენების უკან დაბრუნება, ცოტა რაღაცა ისე გარე თვალისთვის არადამაჯერებლად ჭამს. მათი განცხადებები, ევროკავშირის განცხადებები უკრაინასთან მიმართებაში უკრაინისთვის არ იყო მისაღები, როცა ამბობდნენ რომ აი მერცმაც თქვა რომ აი ასოცირებული წევრობა და რაღაცა შეზღუდული უფლებებით გაწევრიანება და რაღაც ასე შემდეგ. და ისიც არ დაგვაუწყდეს რომ არც დონალდ ტუსკი აქტიურობს აი ამ კონფლიქტის გასანეიტრალებლად. რაღაცა პოსტი დაწერა ვითომ ვალის მოსახდელად და იმის მერე ხმარა მოხია. შეიძლება შიდა პოლონურ პოლიტიკაშიც არ არის მომგებიანი ხა ეს თემა. რა თქმა უნდა. მაინც რაღაცა ნაციონალიზმის ძლიერი იდეოლოგია პოლონეთში. შოთა ძალიან მოკლედ რო ვთქვა, რა ხდება იმ ახლო აღმოსავლეთის ფრონტზე, იმიტომ რომ ბოლოში გავედით და უბრალოდ რამე თუ არის ერთი კვირის განმავლობაში რამე განსახლებელი ინფორმაცია. კი, არის ესეთი, ნუ რეალურად რაც ეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმში რეალურად არაფერი არ სრულდება. თვითონ აი მაგალითად თქვეს რომ აი 300 მილიარდიანი ფონდი რო დაანონსდა ამის დაფინანსებაზე უარი თქვა თვითონ სპარსეთის ყურის ქვეყნებმა, ამის რესურსები ჩვენ არ გვაქვსო. ჩვენი თავი ვერ დაგვიფინანსებია. ანუ თუ შეპირებული, ანუ არაბულ ქვეყნების ბანკებში გაყინული 12 მილიარდის დაბრუნებიდან ეხა ჩამოვიდნენ 3 მილიარდის დაბრუნებაზე. ანუ ესეთი და მე შეერთებულ შტატებს ჰქონდა ასეთი თხოვნა რომ
ჰორმუზის სრუტეში სატრანზიტო მოსაკრებელი არა იყო, რა ქვია, ირანს და სანაცვლოდ მთლიანად რაც არის გაყინული ეს ფულადი რეზერვები ამას დაუბრუნებდნენ ირანს, თუმცა ამაზე უარი მიიღეს. კონფლიქტი ლიბანში გრძელდება, ლიბანში კიდევ საინტერესო პროცესებია იქით. და ეხლა არის ასე ვთქვათ, დაკრძალვის კვირეული ირანში, ალი ხამენეის კრძალავენ, 4 დღიანი პროცესია, თეირანიდან დაიწყო დღეს მე მგონი. გაგრძელდება ყუმში, გადაასვენებენ შეიტურ წმინდა ეს ასე ტრადიციული ამბავია, მე ეს ვერ გავიგე, ამდენი ხანი რო არ დაგრძელეს. ხო, არ ვიცი, შეიძლება დაამთხვირი ეს მუჰარამი არის წმინდა თვე, ეს აშურას პერიოდი, ისლამში მახსოვდა რომ ძალიან მალე გრძალავენ. კი, არა, ეს ხო რეალურად რაღაც მეორე დღის მზის ჩასვლამდეა მე მგონი მეც ასე. იმავე, ანუ მზის ჩასვლამდე როცა მოხდება იმ დღეს მზის. მე ხა გადაასვენებენ ერახში, ორ წმინდა ქალაქში, ის ნაჯაფი და ქარბალა და ბოლოს საკუთარ მშობლიურ ქალაქში მაშადში. ხო 9 ანუ დღეიდან 9 ივლისამდე თითქმის კვირაა. ნუ რაღაცა ისეთი კონსენსუსია რომ ეს პერიოდი იქნება რაღაცა შესვენება ამ მოლაპარაკებების. მაგრამ კიდე ერთი საინტერესო ამბავი გავრცელდა New York Times-მა დაწერა რომ ისრაელი აპირებდა აი მოლაპარაკებების ჯგუფის ლიდერების ლიკვიდაციას კონკრეტულად აი სპიკერის პარლამენტის მუჰამედ ყალიბაფის და საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის, როდესაც ისინი ბრუნდებოდნენ ისლამაბადიდან ირანში. და მაშინ ეს ინფორმაცია მიიღეს პაკისტანში და პაკისტანურმა ავიამოიერიშებმა გააცილეს აი ყალიბაფის თვითმფრინავი და ასე ვთქვათ დაუგეგმავად დაჯდა ქალაქ მაშადში, ყველაზე ახლო ქალაქი არის პაკისტანის, ნუ ავღანეთის საზღვართან. ხო, ამ თეირანამდეც ვერ ჩავიდა, ხა ეს არ ვიცი, რამდენად არის რაღაც ფსიქოლოგიური ოპერაცია თუ რეალურად იყო, მაგრამ ნუ ეს სტატია, ნუ ყოველ შემთხვევაში იყო გამოქვეყნებული New York Times-ში. კარგი, მადლობა შოთა. დღეს დავასრულოთ ჩვენი საერთაშორისო მიმოხილვა. შეგახსენებთ ძირფასო მაყურებლებო და მსმენელებო, რომ რადიოს ეთერში, საქართველოს რადიოს ეთერში FM 103-სა და 3-ზე უსმენდით 42 პარალელის საერთაშორისო მიმოხილვას, გვიყურეთ YouTube-ზე, მოგვისმინეთ Spotify-ზე, გამოიწერეთ ჩვენი არხგვერდები Facebook-ზე, TikTok-ზე და მოკლედ არ გამოგრჩეთ ჩვენი კონტენტი, დაალაიქეთ, გააზიარეთ, მოგწერეთ კომენტარები და ვეცდებით შეძლების და გვარად გიპასუხოთ ხოლმე თქვენს მიერ მოწერილ კომენტარებზე. კარგად ზანდებოდეთ, გემშვიდობებით შემდეგ მიმოხილვამდე. ნახვამდის.